ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კობალავასთან ერთად. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 20 თებერვალია, შაბათი დღე, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს სამედიცინო რადიო გადაცემა იმედის კლინიკა. სერგო კობალა უძღვები ამ გამოშვებას უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრებთ ამჯერად გინეკოლოგიურ საკითხზე, ერთ-ერთ საკმაოდ აქტუალურ და ხშირად დიაგნოსტირებად გინეკოლოგიურ პათოლოგიაში შევეხებით დღეს, შესაბამისი სტუმარის გვეყოლება, რომელიც დაგვეხმარება თემის გაშლაში და ყველა იმ კითხვაზე გასცემს პასუხს, რომელსაც მე დავუსვამ გადაცემის განმავლობაში, ასევე იმ კითხვებს, რომელსაც სავარაუდოდ თქვენ დასვათ პირდაპირ ეთერში, და რა თქმა უნდა დაარეკავთ სტუდიაში 292-11-99. კითხვებს, რომლებიც მოსულია Facebook-ის საშუალებით, ასე თუ ისე დღევანდელ საკითხს ეხება, დასმული იქნება გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში. კითხვების გამოგზავნა ასევე შეგიძლიათ გადაცემის მსვლელობისას იმედის კლინიკის Facebook-ის საშუალებით, მისამართზე იმედის კლინიკა რადიო იმედი. ჩვენ კი რამდენიმე წამში მივესალმოთ დღევანდელ სტუმარს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. მაშ მეგობრებო, დღეს ასეთი საკითხი შევარჩიეთ თქვენთვის. ადნექსიტი შესაძლებელია, ბევრი ქალბატონისთვის ეს ტერმინი ცნობილია, ბევრისთვის ნაკლებად ცნობილია და საბედნიეროდ მას შეხება არ ჰქონია ამ პრობლემასთან, თუმცა დამიჯერეთ გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ადნექსიტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებადი პათოლოგიაა და პოტენციურად შეიძლება საკმაოდ სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს, თუ რა თქმა უნდა ქალბატონმა დროულად არ მიაკითხა გინეკოლოგს და დროულად არ ჩაიტარა სათანადო მკურნალობა. მაშ რას წარმოადგენს ადნექსიტი? მისი მიზეზები, ფორმები, კლინიკური თავისებურება, მოსალოდნელი გართულებები და რა თქმა უნდა რჩევები ქალბატონებს. ეს ძირითადი საკითხები იქნება დღეს გაშუქებული. ავერსის კლინიკის გინეკოლოგი ქალბატონი ქეთევან გურგენიძე იქნება ჩვენი სტუმარი. მადლობას გადავხდი მას მობრძანებისთვის. გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით გიხდით სტუდიაში მოწვევისთვის პირველ რიგში. ეხლა დავუბრუნდით ჩვენს თემას. ძირითად თემას მოდით გავმართოთ რა არის ადნექსიტი, რამდენად აქტუალურია ზოგადად ეს დიაგნოზი გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, რამდენად ხშირად ხდება ქალბატონებში ადნექსიტი როგორც დამოუკიდებელი პათოლოგია. კი ბატონო, ადნექსიტი ეს არის საშვილოსნოს დანამატების ანთება. პატარა მიმოხილვას ანატომიურ ცნობას მოგაწვით, რომ რუმის ქვეშა ციგულისხმება, ეს არის ფალობის მილები, საკვერცხები და იოგოვანი აპარატი. იგივე სალპინგოოფორიტი, მის სინონიმური სახელწოდება ამ პათოლოგიის, უმეტეს შემთხვევაში ავადებიან და რა თქმა უნდა რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდა ქალბატონები. ამავე დროს სამედიცინო სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სინამდვილეში გინეკოლოგთან აღრიცხვაზე მყოფი ყოველ მეხუთე პაციენტ წარსულში აღენიშნებოდა სამწუხაროდ ადნექსიტი, რომელიც დღეს უშუალობაზე მკურნალობს. იმდენად ხშირი პათოლოგია. ადნექსიტის მიზეზები და განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს მინდა შევეხო, რომ გამოწვევები პირველ რიგში ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი და ეს კი თავის მხრივ ცალკე იყოფა სპეციფიკურ, არასპეციფიკურ და პირობით პათოგენურ გამოწვევების ფორმებად. სპეციფიკური გამოწვევების მიხედვით ეს არის როგორც არის გონოკოკური, დიფტერიული, ტუბერკულოზური ინფექციები, არასპეციფიკური და აღსანიშნავია ქლამიდიით, ტრიხომონით, ურეოპლაზმით გამოწვეული ინფექციები და პირობით პათოგენური ფლორით გამოწვეული, სტაფილოკოკური, ნაზლავის ჩხირის სტრეპტოკოკით გამოწვეული. ასევე ხელშემწყობი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ქრონიკული დაავადება, ისეთი როგორც არის მაგალითად ჩაქრიანი დიაბეტი. ჰიგიენური ნორმების დაუცველობა, რა თქმა უნდა, აბორტების ხშირი რაოდენობა და საშვილოსნოში და მანიპულაციების ხშირი ჩარევა, როგორც არის სპირალის ჩატკბა, ამოღება, ხშირ მანიპულაციებზე აქცენტი. ანუ აღმავალი სახით მითხრა. კი, ბატონო, ამაზე მოგახსენებ ჩემ გოფში ეტაპობრივად ორგანიზმის გადაციება, იმუნოსუპრესია, იმუნიტეტის დაქვეითება, სტრესული სიტუაციები და თქვენ წარმოიდგინეთ ხანგრძლივად მჯდომარე ცხოვრების წესით წარმოადგენს, იმიტომ რომ ამ დროს მენჯის ღრუში რღვა სისხლის მიმოქცევა და ეს ხდება ანთებითი ცვლილებების წინაპირობა ერთ-ერთი. ადნექსიტის გავრცელების ფორმებიდან აი სწორედ აღმავალი გზით ინფექციის გავრცელება, დაღმავალი გზა არის ლიმფოგენური, ჰემატოგენური გზები. შევეხები ხა გავჩერდები აღმავალ გზაზე. მიკროორგანიზმების გავრცელება კერძოდ საშვილოსნოდან ფალობის მილში ვრცელდება მიკროორგანიზმი, ეს ნებისმიერი, იმიტომ რომ გითხარით, შეიძლება იყოს სპეციფიკური, შეიძლება არასპეციფიკური პირობით პათოგენური ფლორით გამოწვეული. ეს შესაბამისად ანთებით რეაქციას გამოიწვევს, ანუ კვერცხავალ მილში. ამას ქვია სალპინგიტი, ცალკე, მაგრამ ამით პროცესი
სამწუხაროდ არ შემოიფარგლება და ვრცელდება და 50%-ში გადადის საკვერცხეებსაც და იოგონ აპარატშიც და ვითარდება ოოფორიტი. სწორედ აქედან არის მისი სინონიმური სახელწოდება სალპინგოოფორიტი. იგივე ადნექსიტის. როგორც წესი ერთდროულად მიმდინარეობს და დაღმავალი გზით მიკროორგანიზმების გავრცელება უკვე ეს მეორადი პროცესია, როდესაც მაგალითად მუცლის ღრუში არის შეხურცებითი პროცესი, ანთებითი პროცესი, მაგალითად ბანალური აპენდიციტის შემთხვევა რო ავიღოთ და ჰემატოგენური მოგეხსენება ცისხლისმიერი გზით, ლიმფოგენური გზით. ან სადაც იქნება ანთებითი კერა, აი იქიდან უკვე მეორადად განვითარებული პროცესები. ალბათ ძალიან საინტერესოა თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან ხშირად აღმავალი გზით მიმდინარეობს ინფექციის ჩაბუდება, მოდით ასე ვთქვათ, საშვილოსნოს დანამატებში, ანუ ამ ინფექციურმა აგენტმა უნდა გაიაროს საშვილოსნოს ღრუ ყელი, საშვილოსნოს ღრუ. თუმცა ლოკალურად იქ არ იწვევს ანთებით მოვლენებს და უშუალოდ აპირობებს დანამატებში ანთებით. რატო ადგილობრივი ანთებითი რეაქცია არის და ეს მერე მწვავდება და გადადის უკვე მწვავე რეაქციაში. თუ განკურნება ან არასწორად იმკურნალო პაციენტმა, ან არ მიაქცია ყურადღება, ყველა მწვავე პროცესი დაახლოებით 1 კვირა 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მერე თითქოს ხრება ან თვითგანკურნებით მთავრდება, მაგრამ ეს ასე არაა სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ეს გადადის უფრო ღრმა პროცესში, ქრონიკულში, რომლის მკურნალობაც 2-3 წელი შეიძლება გაგრძელდეს. ადნექსიტის ფორმები, ანუ შევჩერდები არის, როგორც ყველა ანთებითი პროცესის არის მწვავე და ქრონიკული ფორმები. ადნექსიტის უპირველესად ადნექსიტის საშიში არის თავისი გართულებების ხრივ. უმრავლეს შემთხვევაში მწვავე ადნექსიტის გართულებისას ვითარდება შეხურცებითი პროცესები ფალოპის მილში, საკვერცხეებში, საშვილოსნოში, ძლიერ მენჯის ღრუს კედელში, მეზობლად მდებარე ორგანოებში, რაც არის ირგვლივ შარდის ბუშტი, ნაწლავებში, ფალოპის მილებში შეხურცებითი პროცესების შედეგად ვითარდება მათი გაუვალობა. ამას კი საბოლოო ჯამში მივყავართ უშულობამდე და არც თუ იშვიათად საშვილოსნოს გარე ორსულობამდეც. თუ ინფექციური პროცესი გავრცელდეს საკვერცხის ქსოვილში, იქ შეიძლება განვითარდეს ჭირგროვები. მათი შერწყმისას კი უკვე აბსცესის ჩამოყალიბება ხდება, რასაც ქვია ტერმინოლოგიურად უბულვარიული აბსცესი, რომელიც სამწუხაროდ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს შემდგომში. და კიდევ უფრო გაღრმავების შემთხვევაში პროცესია, რომელიც უკვე მუცლის ღრუში შეიძლება გავრცელდეს თირამენჯის ღრუს ორგანოებიდან, მივიღოთ სახეზე პერიტონიტის კლინიკაც. როგორც ხედავ, საკმაოდ სერიოზულ გართულებამდე მივიდივართ თუ არა. ანუ ძირითადად ეს დაავადება საშიში არის გართულებების მხრივ და გართულებებიდან გამომდინარე შედეგებს რასაც შეიძლება ითქვას ეს თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, რომ უმკურნალო ადნექსიტი ქალის უშვილობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. დიახ. რა თქმა უნდა, ეხლა ცალკე კლინიკურ სიმპტომატიკას მოგახსენებთ და უფრო დეტალურად აგიხსენებთ, როგორ ღალიბდება უშვილობა. რას უნდა მიაქციოს? რომ მარტივად გაიგოს ჩვენმა მსმენელმა. კი ბატონო, ყველაზე ხშირი სიმპტომატიკა ყველა ანთებითი პროცესის დამახასიათებელი პირველი ეს არის ტკივილი. ტკივილი გამოწვეული ეს ვინაიდან მიეკუთვნება მცირე მენჯის ღრუს ორგანოს მუცლის ქვედა არეში irradiatsiით წელისა და გავის მიდამოში. ყველა ანთებითი პროცესს ახასიათებს ტემპერატურის მომატება. მწვავე პერიოდში რა თქმა უნდა ეს გამოხატულია 38-დან 40 გრადუსამდე და მწვავე პროცესი როგორც მოგახსენეთ 7-10 დღის განმავლობაში გრძელდება დაახლოებით. აი როდესაც უკვე ღრმავდება პროცესი და ეს მწვავე გადადის ქრონიკულში, უკვე მენსტრუალური ციკლის დარღვევასაც აქვს ადგილი. მენსტრუაცია ხდება მტკივნეული, იშვიათი, ოლიგომენორეა ქვია ამას იშვიათ მენსტრუაციებს, ასევე სქესობრივი კონტაქტი ხდება მტკივნეული, აქედან გამომდინარე მტრუტკივლის სიმპტომატიკაა წამოსული. ლიბიდოს დაქვეითება, ანუ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას აქვს ადგილი და საშუდან გამონადენის წარმოქმნა. გამონადენიც უფრო სპეციფიკური ხასიათისაა, გამოწვევის მიხედვით აქვს კიდევ დამახასიათებელი სპეციფიკური სურათი ამას, მაგრამ ძირითადად ქრონიკული პროცესების დროს უკვე არის ჩირქოვანი გენეზის, ანუ სუნიანი მოყვითალო მომწვანო ფერის და ადრეული ადნექსიტის ქრონიკულ სტადიაში გადასვლისას უკვე პერიოდული გამწვავებები აღინიშნება ეტაპობრივად. ადნექსიტის გართულებებზე, აი რაც თქვენ შემეკითხეთ, უშვილობა რამდენად შეიძლება გამოიწვიოს, პირდაპირ გეუბნებით, უშვილობა და საშვილოსნოს გარე ორსულობა. მოგიხსენებათ, რომ კვერცხუჯრედის განაყოფიერების პროცესი სწორედ ფალოპის მილში მიმდინარეობს. შემდეგ ეს განაყოფიერებული უჯრედი საშვილოსნოსკენ გადაადგილდება და მის კედელში ჩაინერგება. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ თუ ფალოპის მილი იქნება დახშული, აი ამ ანთებათიკერის ხარჯზე სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედამდე ვერ მიაღწევს და განაყოფიერება შესაბამისად ვერ მოხდება. ამიტომ უნაყოფობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს საშვილოსნოს დანამატების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა.
ზოგჯერ შესაძლებელია თვითონ მილი იყოს გამავალი, მაგრამ იყოს მიხურცებული მეზობელ ორგანოსთან. რაც შემდგომში ხელშეუხლის აი მილის მოძრაობას. ან მილის პერისტალტიკას აქვს თავარი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, რომ მოხდეს გადატანა და ჩანერგოს საშვილოსნოს კედელში. ამიტომ შესაბამისად თუ მას პერისტალტიკური უნარი არ იქნება კვერცხსავალ მირს, შესაბამისად იქ ხდება დაყოვნება განაყოფიერებელ კვერცხუჯრედის და 3 დღე-ღამეზე მეტი თუ არის დაყოვნებული, ის უკვე პროგრესირებას დაიწყებს და განვითარდება საშვილოსნოს გარე ორსულობა. რაც რა თქმა უნდა ფიზიოლოგიური ან საშვილოს ღრუში არსებული ორსულობისგან განსხვავებით ეს დიდხანს ვერ ძლებს და წყდება მაქსიმუმ 5-6 კვირაზე. და იქაც აუცილებელი სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, იმიტომ რომ ეს ძალიან სავალალო შედეგი შეიძლება დამთავრდეს თვითონ პაციენტისთვის სამწუხაროდ. კალთაკეთი, თქვენ ჩამოთვალეთ რამდენიმე წუთის წინ ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომები ადნექსიტის რომლის არსებობის შემთხვევაში ალბათ წარმოუდგენელია ქალმა არ მიაკითხოს გინეკოლოგს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად ხდება ამ დაავადების ქრონიკული ფორმები, რომელიც მიმდინარეობს საშლილი კლინიკური სურათი და სწორედ ამ შემთხვევაში მივდივართ იმ გართულებებამდე, რაც ახლა ახსენეთ. რამდენად ხშირად ხდებით გინეკოლოგიურ პრაქტიკაში პირველად აღმოცენებულ ქრონიკულ ფორმებს ადნექსიტისა თავის წაშლილი კლინიკური სურათი და აი ამ შემთხვევაში არის თუ არა რაიმე ისეთი კლინიკური სიმპტომატიკა, რასაც მიუხედავად ყველაფრისა მაინც უნდა მიექცეს ყურადღება ქალის მხრიდან და დროულად მიაკითხოს ეკიპს. აქვს თუ არა არსებობს თუ არა ფორმები, რომელსაც არ გააჩნიათ კიმილი, არ აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ამ შემთხვევაში? კი, რა თქმა უნდა, არის ესეთი შემთხვევები. ძირითადად ამის აღმოჩენა და დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც წყვილი არის 2-3 წელი დაქორწინებული და დაურსულება არ აქვს ქალბატონს. მხოლოდ ამის შემდეგ მიდიან ისინი გინეკოლოგთან და ზუსტად ეს არის, რომ ქრონიკული შემთხვევები უფრო ხშირია ვიდრე მწვავე, იმიტომ რომ მწვავეს დიდხანს პაციენტი ვერ მოითმენს და გინდა არ გინდა მიაკითხავს ექიმს და უფრო ადვილი სადიაგნოსტიკოა. კი ბატონო, და ის პერიოდული განწოვებები თუ გადაცივდა ორგანიზმი ან ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში ზუსტად მაშინ ისე იჩენს თავს და ის ავალდებულებს პაციენტს რომ მიაკითხოს ექიმს. რა თქმა უნდა, მწვავე შემთხვევაში უფრო ხშირად მიმართავენ გინეკოლოგს ვიდრე ქრონიკული შემთხვევაში, სამწუხაროდ. დიდი მადლობა. მე ყველა შევახსენებ დღეს საუბრობთ თემაზე ადნექსიტი, ჩვენი სტუმარი ქალბატონი ქეთევან გურგენიძე, აორსის კლინიკის გინეკოლოგი. სანამ ჩვენ საკითხს განვაგრძობთ, მოდით იმ შეკითხვებსაც მივხედოთ, რომლებიც Facebook-ის საშუალებით იყო გამოგზავნილი და შემდგომ პატარა პაუზა ავიღოთ გადაცემაში. 1 წლის წინ მქონდა საშვილოსნოს გარე ორსულობა, მიზეზი ვერ დამიდგინეს. ახლაც და ისევ დაფეხმძიმება და მეშინია იგივე პრობლემა არ გამეორდეს. როგორმე ამ ოლმის პროფილაქტიკა თუ შეიძლება? კი ბატონო, მით უმეტეს ანამნეზში თუ ქონდა პაციენტს აღენიშნებოდა გარე ორსულობა, რისკი რომ განმეორებით განვითარდეს მასთან გარე ორსულობა არის 12-13% სტატისტიკურად ესეა სამწუხაროდ. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, ესე იგი არ ქონდა მას ჩატარებული სათანადო კვლევა, ანუ დაჭერდა პაციენტს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა და ამით შემოიფარგლა მისი მკურნალობა და მეტი არაფერი. მიზეზი უნდა ვეძებოთ რამ გამოიწვია? მიზეზი რომ მოძებნოთ ამისთვის არის დღეს საკმაოდ კარგი დიაგნოსტიკური საშუალებები. პირველ რიგში დაწყებული ბანალური, ანუ ანამნეზის საფუძვლიანად უნდა იყოს შესწავლილი ამ პაციენტის, მთელი რიგი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩატარდეს და რაც შეეხება, ლაბორატორიული და ბანალური სისხლის საერთო ანალიზი დაწყებული, ჯაჭვური პოლიმერიზაციის რეაქციის დამთავრებული, იმიტომ რომ შეიძლება გამოწვევი იყოს სპეციფიკური, მოგახსენეთ უკვე ზემოთ. კვერცხსავალი მილის გამავლობის დასადგენად რეკომენდირებული არის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდი. ეს არის ჰისტეროსალპინგოგრაფიის მეთოდი და საშვილოსნოს ღრუში შეყავთ კონტრასტული ნივთიერება ამ დროს და ხდება რენტგენოგრამის გადატარება. და რომელზეც უკვე ნათლად ჩანს შინაგან ორგანოებში საშვილოსნოს შვალობის მილში, საკვერცხების ირგვლივ ფოსფებში კონტრასტის გადანაწილება და არის იქ თუ არა შეხურძებითი პროცესი. ეს არის ერთ-ერთი და არის დამხმარე კიდევ მის მეთოდი ფუნქციურ მდგომარეობაზე, კვერცხავალი მილების ფუნქციურ მდგომარეობაზე, რაც მსჯელობს არის კომპიუტერული კიმოპერტურბაციის მეთოდი. აი ეს ორი მეთოდი გამოკვლევის უკვე ნათელს ყოფს, რომ რამდენად არის შესაძლებელი იმ პაციენტთან დადგეს ფიზიოლოგიური ორსულობა თუ გარე ორსულობის რისკი უფრო მაღალია. ეს გამიჯნავს ზუსტად აი ეს სიტუაცია. ანუ არის თუ არა რჩევა ნებისმიერი ქალბატონისთვის, ვისაც ერთხელ მაინც ანამნეზში ჰქონდა საშვილოსნოს გარე ორსულობა, შესაბამისი დიაგნოსტიკური ღონისძიებების ჩატარებისა, რომ შემდგომში დაზღვეული იყოს. რჩევა არის პირდაპირ, იმიტომ რომ ის პაციენტი, რომელსაც აქვს აღნიშნული
ქირურგიული ჩარევა, ან ტუბექტომიის სახით, ვისანაც იყო დამდგარი ეს გარეორსულობა, ასოდმა მიაკითხოს თავისივე გინეკოლოგს, მისსავე გინეკოლოგს და იმ გინეკოლოგმა ურჩიოს ზუსტად ეს ორი ტიპის გამოკვლევის ჩატარება. ეს სავალდებულოც არის, რომ თავი დაიცვა შემდგომში კიდევ ერთი გარეორსულობისგან. საშუალოს გადატანილი ანთება თუ შეიძლება გახდეს მტკივნეული ციკლის მიზეზი აინტერესებს რადიო მსმენელს. კი ბატონო, ნებისმიერი ანთებითი პროცესი თავისთავად ეს არის საშუალო ზღვის ანთებას არის ენდომეტრიტი ეს არის მწვავე პროცესი, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს და თავისთავად უნდა მოხდეს სტაციონარში მისი მკურნალობა და ალაგება. საკვერცხლის კისტა მაქვს დადგენილი და თუ შეიძლება ეს კისტა გაიწევოს ოპერაციული ჩარევის გარეშე. კი, კისტები არის სხვადასხვა გენეზის, თუ არის ფოლიკულური სახის კისტა, რომელიც არ არის დიდი ზომით და არ აღემატება 5-6 სანტიმეტრს, სავარაუდოდ ოვულაციის პერიოდში თუ ოვულაცია აქვს პაციენტს, შეიძლება გასკდეს და თვითნებური განკურნება მოხდეს. თუ არის სხვა გენეზის კისტა, მაგალითად ყვითელი სხეულის კისტა, ან სხვა ტიპის კისტა, ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა არის, ისევ და ისევ ზომების მიხედვით არის ეს დადგენილი რა. 5-6 სანტიმეტრის ზემოთ. პირველ რიგში უნდა დავადგინოთ რა წარმომავლობის კისტა ამ შემთხვევაში. აუცილებლად უნდა გენეზი გაირკვეს. რა მიზეზით შეიძლება ეხოსკოპიური მონიტორინგი პარალელურ ეტაპზე ხორციელდებოდეს. რა მიზეზით შეიძლება პერიოდულად გტკიოდეს საკვერცხე, ეკო გავიკეთე, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. მირჩიეთ როგორ მოიქცე. ისევ და ისევ ერთი ეს არის ბანალური ადნექსიტის კლინიკა არ კონდეს, ამიტომ მარტო ეხოსკოპიით არ შემოიფარგლება ეს კვლევები, უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევიდან დაწყებული, ვაგინალური გასინჯით დაწყებული, დამთავრებული გითხარით კომპიუტერული კიმოპერტურბაციით და სალპინგოგრაფიით დამთავრებული ჰისტეროსალპინგოგრაფია. და ბოლო კითხვა ამ ეტაპზე 16 წლის ასაკში დაწყებული ციკლი ითვლება თუ არა გვიან ციკლად და ეს რაიმე სერიოზულ პრობლემასთან ხომ არ არის დაკავშირებული. ნუ ეს არის უბრალოდ გვიანი პუბერტატული ასაკი, მეტი არაფერი და პრინციპში არანაირ წინაპირობას არ ქმნის, რომ შემდგომში ციკლის და არაფერი პრობლემა. ერთი წლის განმავლობაში, ესე იგი, მენარხეს მოსვლიდან უნდა მოხდეს პაციენტის დაკვირვება, რამდენად დაურეგულირდება მას მენსტრუალური ციკლი და მხოლოდ ამის შემდეგ იგივე შემთხვევა არის ყველა ქალბატონი არის რეპროდუქციული ასაკის რისკის ქვეშ, რომ იმას დაემართება ანექსი. არავინ არ არის ამისგან დაცული, დღეს მით უმეტეს ისეთ პერიოდში ვცხოვრობ. დიდი მადლობა. მოდი ჩვენ რამდენიმე წუთით შევისვენოთ სარეკლამო ჭრილია გადაცემაში და შემდგომ განვაგრძელოთ საუბარი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღიაა ყოველდღე. მაშ მეგობრებო, გრძელდება ჩვენი გამოშვება. თემა საუბრის გახლავთ ადნექსიტი, ქალბატონი ქეთემან გურგენიძე, ავერსი კლინიკის გინეკოლოგია ჩვენი სტუმარი. პრინციპში ამოწურე ჩვენ დიაგნოსტიკის საკითხები და თქვით ის ვახსენეთ ის მეთოდები, რომლებიც გამოიყენება შესაბამისი პრობლემის დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, ანუ არის აუცილებელი პირობა, არის რაღაც გარკვეული კლინიკური სურათი, რასაც დღეს ვისაუბროთ, ქალმა გადაუდებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს, პირველ რიგში ეს არის ანამნეზის სწორი შეკრება, ჩივილების შეკრება გაანალიზება და შემდგომში უკვე თვითონ სპეციალისტი დანიშნავს იმ აუცილებელ მეთოდებს, რომელიც მიიყვანს საბოლოო დასკვნამდე და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობაზე აქ საუბარი ზედმეტია. რადგან ძალიან სავალალო შედეგებამდე შეიძლება მივიდეს. სამკურნალო ღონისძიებები, რა ღონისძიებებს ვფლობთ ამ შემთხვევაში, რა სამკურნალო რჩევებს ვაწვდით ქალბატონს? რა თქმა უნდა, პრეპარატებზე არ არის საუბარი, ზოგადად მივაწოდოთ ინფორმაცია ამ შემთხვევაში. ნუ ამ შემთხვევაში მკურნალობა არის კომპლექსური. დაწყებული კონსერვატორული მკურნალობით ეს არის მედიკამენტოზური თერაპია, ფართოსპექტრის ანტიბიოტიკებით იწყება, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა უნდა ჩატარდეს, მადანსტაბილიზებელი თერაპია, ტკივილგამაყუჩებლები აუცილებელი, ტკივილი არის გამოხატული განსაკუთრებულ პერიოდში, ვიტამინოთერაპია, იმუნოსტიმულატორები, იმუნოსუპრესიის ფონზე ხდება ზუსტად ერთ-ერთი წინაპირობა იყო ანთებითი კერის წარმოქმნა, ფიზიოთერაპია, ბალნეოთერაპია. რა თქმა უნდა, სასურველია ეს იყოს სტაციონარის პირობებში და არა ბინაზე. მკურნალობა საქართველოში სამწუხაროდ არის ესეთი შემთხვევებით, ზოგჯერ განსაკუთრებით ადნექსიტის გართულების შემთხვევაში საჭირო ქირურგიული მკურნალობა. ეს ტუბოოვარიული წარმონაქმნები, რომელიც გითხარით, ხო, საკურთხეზე როდესაც ვრცელდება პროცესი ლაპარატომიული ან ლაპარასკოპიული მეთოდით. რა თქმა უნდა, ლაპარასკოპიული მეთოდი უფრო დამზღველია პაციენტისთვის და თუ არის ამ საშუალება დღეს ლაპარასკოპით ჩატარს, თუ არა და ლაპარატომიური მეთოდით, თუ გარეორსულობა განსაკუთრებით. ალბათ ჩვენ თავში აღვნიშნეთ, რომ ადნექსიტის გამოწვევი ერთ-ერთი ხშირი მიზეზი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.
ოპერაციები. თუ გავითვალისწინებთ, რომ აპრიორში შესაძლებელია ამ მიზეზმა გამოიწვია ანთებითი, აუცილებელია თუ რა პარტნიორის მკურნალობა შესაბამის შემთხვევაში. მკურნალობა უნდა იყოს ორივე მხრიდან, როგორც ქალის, ისე მამაკაცის მხრივ და აზრი არ აქვს, მაშინ უშედეგო იქნება მკურნალობა თუ მარტო ქალბატონი ამ შემთხვევაში კი ბატონო მწვავე პროცესს ჩააქრობთ, მაგრამ ის ფლორად არჩება პარტნიორთან და ისე მოხდება რეციდივი, ასე რომ აზრი არ აქვს სამთრო მკურნალობა. გართულებების შემთხვევაში, როდესაც საშვილოსნოს მილში განვითარებულია შეხორცებითი პროცესები და ის უშლის პირველ რიგში ნორმალურ განაყოფიერებას და ასევე საკვერცხის განაყოფიერებული საკვერცხის ნორმალურ მიმაგრებას. არსებობს თუ რაღაცა გარკვეული მეთოდები, რაც მოდით ასე ვთქვათ, აი შეხორცებითი ლაპარასკოპია პროცესებს მოვაშორებს და გამოვლობას აღადგენს საშვილოსნოს. კი ბატონო, ეს ლაპარასკოპიული ჩარევით ხდება ამ ყველაფრის მოგვარება, მოწესრიგება და მერე უკვე ისევ მედიკამენტოზური თერაპიის დანიშნა, კონტრაცეპტივები ინიშნება რამდენიმე თვის განმავლობაში და ისვენებს საკვერცხს ამ პერიოდში პოსტოპერაციულად და ამის შემდგომ უფრო რისკი არის, კი, მოგვარებადია შეიძლება ის დაგვარად და რისკი არის რომ მოხდეს იმ პაციენტთან ურსულობაში. აუცილებელია თუ არა დაკვირვება იმ ქალბატონის, რომელსაც დადგენილი ჰქონდა ადნექსიტი და სათანადო მკურნალობის შემდგომ მიღებულია კარგი ეფექტი და ზოგადად კარგი ეფექტი რა იგულისხმება. ჩემი სახით პაციენტს უნდა მივცე რჩევა, იმიტომ რომ ექიმი ვერ გამოეკიდება პაციენტს, იმ პაციენტმა რომელმაც იცის მისი დიაგნოზი და მკურნალობა აქვს ჩატარებული მის კონკრეტულ ექიმთან, უნდა ქონდეს მასთან მუდმივი კავშირი. თუ რა თქმა უნდა რომ შემდგომში დარჩეს ორსულად. და ბარემ რადგან შეებზე გადავედით, კრებითი სახით რა შეგვიძლია ურჩიოთ ქალბატონებს ზოგადად ადნექსიტთან ან ნებისმიერ გინეკოლოგიურ პათოლოგიასთან მიმართებაში? სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დროული მკურნალობა მოახდინება პირველ რიგში. ჰიგიენური ნორმების დაცვა, უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტი, ბარიული კონტრაცეპტივების გამოყენება უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა გინეკოლოგთან ვიზიტი და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება 6 თვეში ერთხელ. ეს სავალდებულო წესია. თუ ამ ყველაფერს შეასრულებს ქალბატონი, უფრო მეტად დაბალი რისკი ექნება, რომ მასთან დადგეს ადნექსიტი. დიდი მადლობა. მე შეგახსენებ დღეს საუბრობდი თემაზე ადნექსიტი, ანუ საშვილოსნოს დანამატების ანთება. ქალბატონი ქეთევან გურგენიძე ავერსის კლინიკის გინეკოლოგი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის და საუბრისთვის. დიდი მადლობა თქვენ სტუდიაში მოწვევისთვის. გისურვებ ჯანმრთელობას ქალბატონებო. რატო მარტო ქალბატონებო, ჯანმრთელობა მამაკაცებსაც ჭირდება? მამაკაცებსაც რახან თემა იყო. ქალბატონებისთვის ამიტომ პირველ რიგში მათ უსურვე. ძალიან დიდი მადლობა, მე დაგემშვიდობები და იმედი მაქვს მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. დღეს ამით ამოწუროთ იმედის კლინიკა, ჩვენ ერთმანეთს უკვე ორ შაბათიდან შევხვდებით. ნახვამდის. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.